დღეს ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეა. ეს დღე მთელ ქვეყანაში ყველა რეგიონში მასშტაბური სახალხო მსვლელობით აღენიშნა. დღევანდელმა დღემ ოჯახის სიწმინდესა და მშობლების პატივისცემასთან ერთად სხვა დატვირთვაც შეიძინა. მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ დღეს გამოსულები არიან მამულის, ენისა და სარწმუნოებისთვის, ეროვნული იდენტობის, ტრადიციების და ღირსების დასაცავად. ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი მეუფე შიომაღავლინა. პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზეიმო დღეა მთელი თავისი შინაარსით. მე მინდა წმინდა საუნეტარეს პატრიარქს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ეს დღე გვაჩუქა. და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წელს ჩვენ ასე ვზეიმობთ ამ დღეს. ჩვენ უნდა გავფრთხილდეთ ჩვენ ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება რა თქმა უნდა დღევანდელი ზეიმი და დღევანდელი ღონისძიება. მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ეს ეხება ჩვენს მარადისეულ ფასეულობებს, რაც არის ჩვენი ოჯახი, მშობლები, შვილები და სიყვარული, რომელიც ყოველთვის ძლევს ბოროტებას. მოგვიანებით სამების საკათედრო ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობა მოეწყო. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სამადლობელი პარაკლისი აღევლინა. ჩვენთან ეს სიყვარული არასოდეს არ მოიშლება. მიუხედავად იმ ურთულესი დროისა დღეს, რომელიც არის, მინდა სულ დარწმუნებით ვთქვა, რომ ვერავით არის ხილული თუ უხილავი მტერი, სულიერი თუ ხორციელი მტერი, შინაური თუ გარეული, აი ამ ჩვენ თავარ ღინდელ გულებას ვერასოდეს ვერ დაძლევს. ღმერთმა ყველას დაულოცოს, გაუმრავლოს, უბედნიეროს ოჯახები, ძლიერი ოჯახი, ძლიერი საქართველოს საწინდარია. ოჯახის სიწმინდე, ოჯახის გზნობები და ეს ყველაფრის გამოხატვა ესე მასშტაბურად მე მგონი მარტო საქართველოში ხდება დღესდღეობით და მე მინდა რომ თელმა მსოფლიომ ნახოს, გაითავისოს და ასევე გააგრძელოს ეს, რომ ნამდვილად ოჯახი არის მთავარი, ოჯახი არის ის, რაზეც დგას ქვეყანა, ტრადიციები.